იღუმენი ნიკონი, სინანული. დღეს მივიღე წერილი პავლინასა და დედა ვალენტინასაგან. წერენ, რომ ავად ხარ და ტემპერატურა გაქვს. თუმცა რამდენი ამას სამწუხაროდ აღარ აზუსტებენ. სავარაუდოდ სიმსივნის ბრალი უნდა იყოს. მე არ ვიცი, როგორია შენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. თუ ძალა შეგწევს, გირჩევდი, კალუკაში წასულიყავი. დღეს ბევრი საშუალება სიმსივნესთან ბრძოლისა. ოღონდ ცხადია, არა კოზელსკში. პირველ ყოვლისა ძალიან გირჩევ, მამა მელეტის უთხრა დაწვრილებით აღსარება, ბავშვობიდან ვიდრე დღემდე. ამისთვის კი მომზადება საჭირო. ეცადე ასე მოემზადო. პირველი, ცოტ-ცოტა მაინც, მაგრამ ხშირად ილოცე ფეხზე მდგომმა, დამჯდარმა ან თუნდაც დაწოლილმა. მეორე, ილოცე მეზვერის სიტყვები ან იესოს ლოცვით. ამასთან გაიხსენე ყველა ცოდვა, რაც სიყრმიდან ჩაგიდენია. არა მარტო საქმით, არამედ სიტყვით, აზრით და განწყობითაც. თუ რომელიმე ცოდვა განსაკუთრებით მოწყლავს შენ სინდისს, ყურადღება მასზე შეაჩერე და ევედრე ღმერთს შენდობას მანამ, სანამ არ იგრძნობ, რომ უფალმა მიგიტევა. ამას გული გიკარნახებს. ჩაიწერე ყველა ასეთი ცოდვა, რადგან შემდეგ აღსარების დროს არ დაგავიწყდეს. მესამე, უფრო ხშირად წარმოიდგინე, რომ მოკვდი და საზორების გავლა პასუხისგება მოგიწევს ყოველი მოუნანიებელი ცოდვისათვის. ისევ სხვადასხვა ცოდვა ამოგიტივტივდება გონებაში და შენც ისევე შეინანე ისინი ღვთის წინაშე, რათა საზვერეებში აღარ მოიხსენიონ. ჩაიწერე მძიმე ცოდვები, ასე იშრომე 1-2 კვირა, მერე კი ყველაფერი აღსარებაში თქვი. აღსარების შემდეგ კვლავ გადახედე შენ ცხოვრებას და ჩაიწერე, რა დაგავიწყდა პირველ ჯერზე. ესაა საუკეთესო წამალი არა მარტო სულისთვის, არამედ ხორცისთვისაც. თავს ნურაფერში იმართლებ, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე ყველაფერი. სხვაგვარად შენდობას ვერ მიიღებ. ოდეს ყოთ ბრძანებული თქვენ და თქვუთ, ვითარმეთ მონანი ვართ უხმარნი, რომელითანავი გვედვა ყოფა დავყავთ, გვეუბნება ლუკა მოციქული. ჩვენ მოვალენი ვართ ყველაფერი, ესე იგი ყველა მცნება შევასრულოთ, როგორც ჩვენი შემოქმედის ღმერთის ქმნილებმა და მონებმა, ისე რომ ჯილდოს არ მოველოდეთ. მონავალდებულია, რასაც უბრძანებენ, ის გააკეთოს. ცოდვების მოტევება და ღვთის სასუფეველის მონიჭება ღვთის წყალობის საქმეა. წყალობა კი მას ეძლევა, ვინც სულის სიღრმემდე გააცნობიერა თავისი ბრალეულობა და ნიადაგ მეზვერესავით შეხღაღადებს უფალს. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. რაც მეტად განიწმინდება კაცი სინანულით, მით უფრო მეტად ხედავს თავის ცოდვილობასა და სიმწამყდრეს. ესაა ყველაზე სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ სინანული მიღებულია და კაცის მოღვაწეობა სწორად წარიმართება. თუ საკუთარი უარგისობის ღრმა, გულწრფელი განცდა არ არსებობს, არც ძლიერი სინანული იქნება. ესე იგი, ადამიანი ან თავს იმართლებს, ან მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ან სხვებს განიკითხავს, ან ვინმეს მიმართ მტრობა და სიძულვილი უდევს გულში. ანუ მოკლედ რომ თქვათ,
მტრისგანაა მოტყუებული, ან სხვაგვარად რომ თქვათ, სდომილებაში იმყოფება. შხამიანი გველივით უნდა ვერიდოთ თავის მართლებასა და მოყვას ის მტრობას. პირველი, უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმა მოგიტევნეს თქვენ შეწოდებანი თქვენი, გვარფრთხილებს მათემოციკული. რომლითა საწაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ, კვლავ გვეუბნება მათემოციკული. მესამე, და მომიტევენ ჩვენ თანანადევნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. მეოთხე, ხოლო წმინდა მამები ამბობენ, რომ ლოცვა ძვირის მოხსენისა, მსგავს არსა თესლსა, კლდესა ზედა დათესილსა. გვარფრთხილებს წმინდა ისააკასური. ჯერა, რომ თუ კი გულწრფელად მიუტევებ ყველას და ზემოთ მითითებულის თანახმად შეინანებ, არა მარტო ცოდვების მიტევებას მიიღებ, არამედ ხასიათიც 7 ნათელი კეთილგანწყობილი გექნება. ამასთან ავადმყოფობაც შეგიმსუბუქდება და შეიძლება სულაც გაგიაროს. განსაკუთრებით ძვირის ხსენების გეშინოდეს. თუ გული არ გემორჩილება, გუნებაში ყველას მიუტევე. თუ შეძლებ, ყველას შენდობას თხოვე. უფალს კი გული გადაუშალე და უთხარი. უფალო, შენ გვიბრძანე, რომ ყველას მიუტევოთ და თავადაც ლოცულობდი შენს ჯვარცმელთათვის. მეც ყველას პატიობ, მაგრამ გული არ მემორჩილება. უფალო, განდევნე ჩემი გულიდან ყოველი მტრობა, ყოველი სიბოროტე, ყოველი განკითხვა, მოწყალე მეყავ, განკურნე ცოდვები ცნეული სული ჩემი, ნუ მიმიშვებ წარწმედამდე, ნუ მომაკლებ ზეცათა სასუფეველსა შენსა. მტრობაზე ამდენ ხანს იმიტომ შევაჩერე ყურადღება, რომ იგი მთელ ჩვენ შრომას უსარგებლოდ აქცევს. არც ლოცვას, არც სინანულს, არც მოწყალებას არ მიიღებს უფალი იმ კაცისაგან, ვისაც გულში მოყვასის მტრობა უდევს. მსხვერპლ ღვთისარსული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. მტრობის ძვირის ხსენების და თავის მართლების მოყვასის განკითხვისას არ არსებობს არც გული შემოსრული და არც სიმდაბლე. ცეცხლი და ყინული ერთად ვერ თავსდებიან. ეს ყველაფერი შენ თვითონაც იცი, მაგრამ ერთია ცოდნა და სხვა შესრულება. ცოდნას შესრულების გარეშე მაცხოვრების სიტყვის თანახმად დიდ დაცემამდე, ესე იგი წარწმედამდე მივყავართ, რადგან მთელი შენობა ქვიშაზეა დაფუძნებული. ცოტათი გაისარჯე, დღენი ბოროტნი არიან, არ ვიცით, როდის დადგება ჟამი მარადისობაში ჩვენი გადასვლისა. სნეულებები ამას სოფლის კვითხრთათვის იმის შეხსენებაა, რომ აქ სამუდამოდ არა ვართ, რომ სხვა სოფელში უნდა ვიშვათ და პასუხი ვაგოთ იმისთვის, რასაც აქ ჩავდიოდით. კიდევ ერთს გირჩევ, ყველაფრისათვის მადლობდე უფალს, რადგან კეთილსაც და მძიმესაც, სიხარულსაც და წუხარებასაც უფალი ჩვენ სასარგებლოდ, ჩვენ საცხონებლად გვივლენს. ყველაფრისათვის შემინდე და შენც მოგიტევოს უფალმა ყველა ცოდვა. მეც შეგინდობ და გაკურთხებ. ყოველ წირვაზე გიხსენიებ და ნაწილს ვიღებ შენთვის.